არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლები პირების საქმის შესწავლას თხოვენ. მათი თქმით, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლეს და გამოაქვეყნეს. არასამთავრობოების განმარტებით მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო. ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლების და მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუმართავთ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების საკითხთან დაკავშირებით. ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. მოძრაობა ჩემი საქართველოს თავმჯდომარე მელისო კილაძემ ჟურნალისტებს ციხის კადრებთან დაკავშირებით ახალი დეტალები გააცნო. კილაძე ამბობს, რომ მას ფარული ვიდეო ჩანაწერი მიაწოდეს, სადაც მოქალაქე გაბიტაშვილი ვლადიმერ ბედუკაძეს ესაუბრება, როგორ დაავალის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, სახალხო კრების და დემოკრატიული მოძრაობის ოფისებში გადაეყო ყველაფერი, რაც 26 მაისამდე ხდებოდა. ჩაეწერა პარტიის წევრების და ბადრი ბიწაძის საუბრები. როგორც ელისო კილაძე ამბობს, აღნიშნული ვიდეო მასალა ბედუკაძემ ხულიგნობისათვის გასამართებულ გიორგი ლომაიას გადასცა, რათა მას ნინო ბურჯანაძესთან მიეტანა, თუმცა ჩანაწერი ბურჯანაძემდე არ მისულა. ელისო კილაძემ მზად არის ვიდეო მასალა პროკურატურას გადასცეს. საქმე ეხება ინფორმატორის აღიარებას, რომელიც იყო შეგზავნილი 26 მაისის წინ სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძის ოფისში. მას ევალებოდა ფარული გადაღება ყველა იმ პროცესის, რაც 26 მაისის წინ ამ ოფისებში ხდებოდა. ამის შემდგომ თქვენ იცით, რომ გიორგი ლომია დასახელებულია ციხის კადრების მოპოვების და ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთ ორგანიზატორად. სინამდვილეში გიორგი ლომია გახლავთ თაღლითობისთვის ნასამართლები პირი, რომელიც 2 წელი საჩელს იხდიდა გდანის ციხეში და გდანის ციხიდან გათავისუფლდა 2011 წელს. პატიმრობისას ის მუდმივად აცხადებდა, რომ არის ნინო ბურჯანაძის პიარშიკი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლადო ბედუკაძემ გიორგი ლომიასთვის გადაეცა კადრები, რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ და გაეფრთხილებია ნინო ბურჯანაძე აი ინფორმატორის ვინაობის თაობაზე. მე მზადა ვარ კადრები, რომელიც მე მოვიპოვე ეს ფარული ჩანაწერი გადავწე გამოძიებას, იმიტომ რომ აქ საქმე ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, როგორც აი ამ პირის მიმართ, რომელიც ამას აღიარებს. მე ვფიქრობ, რომ მან უნდა დაასახელოს დამკვეთები, ვისი დაკვეთით ასრულებდა უკანონო დავალება.